შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. მუშტაიდი მეოთხე. მამაკაცის ცხოვრებაში ცოცხალ არსებას აჩრდილივი თუ ოდესმე ჩაუვლია, ჩემთვის ასეთი წუთიერი აჩრდილი იყო ასული, რომელიც მაშინ მიყვარდა, როდესაც თვითონვე ჭაბუკი ვიყავი, რაც ამჟამად წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც მთელი ჩემი ცხოვრების საუკეთესო რეალობა ახლაც იმ აჩრდილის მოგონებაა. ანატოლ ფრანსი. იმ დღეს კორნელისთან მიხამ შეიარა. მაყაშვილები ქვიშხეთში 20 ივნის მიდიან. შეატყობინა მან კორნელის და დასძინა. ელომ და ნინომ კვირას მცხეთაში წასვლა გადაწყვიტეს. ქალები გეპატიჟებიან. ჩემსას ვიკრიბებით. კორნელი დათანხმდა. იმის შიშით, რომ ელოსას დილის 7 საათზე მისვლა არ დაჰგვიანებოდა, კორნელის მთელ ღამეს არ სძინებია. გარიჟრაჟისას ჩაეძინა მხოლოდ. მერმე დეიდამ გაუჭირვა საქმე, უჭმელი ნუწახვალ, ჩაი ახლავე ადუღდებაო. 8-20 წუთი გავიდა და ელოს ბინაზე მისვლა კორნელის ისევ დააგვიანდა. ელოს ნერვები აეშალა. კორნელის მოსდგა და მერმე არც ნინო და არც ქმარი არ დაინდო. ეს კაცი რომ ჩვენ ანგარიშს გვიწევდეს და პატივს გვცემდეს, წუხელ არც დაიძინებდა. არაფერს არ მიხედავდა, დანიშნულ დროზე მოვიდოდა. ნინომ მაჯის საათს დახედა და მიუგო. 8:30-ზე რომ მოვიდეს, მატარებელს მაინც მიუსწრებთ. უცადე, გაბრაზებით შენიშნა ელომ. უძილო თვალები დაახამხამა და ქმარს ზიზღით შეხედა. მიხა ჩანთაში საგზალს აწყობდა. უხაროდა მცხეთაში რომ ცოლითურთ მიდიოდა. ცოლის გულის მოგება სურდა და ექსკურსიის ჩინებულად ჩატარებისათვის ყველაფერი მოამზადა და გაითვალისწინა. ახლა ლურჯი სატინის ხალატზე სარტყელი შემოირტყა და 3 კაცის საგზლით გატენილი ჩანთა ზურგზე მოიკიდა. იგი ოთახში სეირნობდა, თან ბედნიერი ღიმილით ქეთო და კოტედან არხეინა დღიღინებდა. წავიდეთ მალე, ქალაქის გარეთ მცხეთაში. წავიდეთ მალე, ქალაქის გარეთ მცხეთაში. გაჩუმდი იდიოტო, დატუქსა ელომ. პირდაპირ ნერვებს მიშლის ეგ შენი აბეზარი ბზუილი. წავიდეთ მალე. განა თქვენ ხელში ოდესმე და სადმე თავის დროზე წახვალ? ელო, უყვირა ნინომ. ნერვებს რა დიშლი? მიკვირს ღმერთმანი, ჩვენ საჩხუბრად კი არ მივდივართ მცხეთაში, არამედ სიამოვნების მისაღებად. რა სიამოვნებაა? მიუგო ელომ. შეხედე, უკვე 8:30-ია, ჩვენ დავაგვიანეთ. კორნელი ოთახში შევიდა. ელო და ნინო ჩუმად ისხდნენ და დარცხვენი ჩესქეროდნენ. კორნელის გალიფე ჩექმები, ტილოს ხალათი ჩაეცვა, თავზე თუშური ქუდი დაეხურა და მხარზე კი საგზლით სავსე ჩანთა და საველე დურბინტი გადაეკიდა.
იგი შუა ოთახში გაჩერდა და ქალებს თავი დაუკრა. ელომ უკეთურად შეხედა. ხელი ნაძალადევად გაუწოდა და შენიშნა. თქვენ სიტყვის კაცი არა ყოფილხართ. კორნელი შეკრთა და ნინოს ისევ მუდარით შეხედა. თითქოს შველას თხოვსო. ნინომ გაუღიმა, ხელი ჩამოართვა და ჰკითხა. რა მოგივიდათ? რად დააგვიანეთ? დეიდას უეცრად ბრმანაწლავი ასტკივდა. შემოტევები დაეწყო. გვეგონა სასწრაფო ოპერაცია დასჭირდებოდა. ექიმი მოუყვანე და დამაგვიანდა. მიუგო კორნელიმ. ეს საკმაოდ საფუძვლიანი საბუთი იყო. თუ ეს ასეა, საკვირველია, მცხეთაში როგორ მოდიხართ? ექიმმა გასინჯა, წამლები გამოუწერა და თქვა: 2 ან 3 დღე დავიცადოთ, ვიფიქრებ, ოპერაცია არ დასჭირდებაო. ჰერიჰა, ეს რა უბედურება მოსვლია დეიდაშენს, მაგრამ არა უშავს, უთუოდ გაუვლის. ბაშ ახლა წავიდეთ, დაიძახა მიხამ. მეორე მატარებელს მაინც მიუსწროთ. ყველანი სადგურისაკენ გაეშურნენ. ელო და ნინო წინ მიდიოდნენ. მათ ტილოს მთლიანი უსახელო კაბები ეცვათ, ფეხზე წინდები და სანდლები. თავზე ჭილის ქუდები ეხურათ, ხოლო ხელში იაპონური ქოლგები დაეჭირათ. შეპირძაღლო, დეიდასაც არინდობ. რას ერჩოდი კინაღამ რომ მოჰკალი? ჩუმად ჰკითხა მიხამ კორნელის. არა ჩემ მამზემ, ცუდად არის, მიუგო კორნელიმ. განა ვერ მივხვდი რომ იცრუე. კარგად კი მოიგონე? ელო და ნინო ისეთი გაბრაზებულები იყვნენ, რომ ტყავს გაგაძრობდნენ. უჩურჩულა მიხამ კორნელის. კორნელიმ ელოს და ნინოს შეხედა. ნინომ ხნედ მიაბიჯებდა. მერმე უეცრად მოიხედა, კორნელის გაუღიმა და უთხრა: უკან რას მოჩანჩალებთ? ჭაბუკებმა ქალებს მკლავში ხელი გაუყარეს და სადგურისაკენ ჩქარი ნაბიჯით გასწიეს. სადგურში ცუდი ამბავი შეიტყვეს ექსკურსანტებმა. მეორე მატარებელი ნაშვადღევის 4 საათამდე არ იქნებაო. მცხეთაში წასვლის საკითხი მოიხსნა. პირში ჩალა გამოვლებული ქალები ქალაქისაკენ უმიზნოდ მოყიალობდნენ. ელო ბრაზისაგან იგუდებოდა და მზად იყო კორნელი დაეხრჩო. ნინო კი ნაღვლიანად დარცხვენით უღიმოდა კორნელის. ეწოდებოდა ელოს რისხვა თავს არ დაატყდესო. ასე მივიდნენ მუშტაიდამდე. სიჩუმე მიხამ დაარღვია. მეგობრებო, მუშტაიდში მაინც შევიდეთ, მტკვრის პირას ჩრდილი მოვძებნოთ და იქ გაჩუნდი. სიტყვა გააწყვეტინა ელომ, მე მუშტაიდში არ წამოვალ. თუ გნებავთ ბოტანიკურ ბაღში წავიდეთ. გაუბედავად შესთავაზა კორნელიმ. არც ბოტანიკურ ბაღში და არც მთაწმინდაზე. მოუჭრა ელომ, მე მცხეთაში გულით მინდოდა წასვლა. რახან ეს გეგმა ჩაშალეთ, ახლა არსადაც არ წამოვალ. სალდათები ხომ არა ვართ, მუშტაიდის ბაღში ხის ქვეშ დავეყაროთ. არა, მე არსადაც არ წამოვალ. კორნელის უზრდელობად ეჩვენა ელოს ასეთი პასუხი. თავი ვეღარ შეიკავა და შენიშნა: ქალბატონო ელო, მე თქვენ უკვე მოგახსენეთ მიზეზი ჩემი დაგვიანებისა. გრძნობ დანაშაულს და ფრიად ვწუხვარ ჩემს გამო რომ ჩაიშალა დღევანდელი ექსკურსია. ზედმეტი საყვედურებით ნუღარ დამსჯით. რაც შეეხება მუშტაიდს, იქ სალდათებიც და ჩვენზე უკეთესებიც დადიან. მეც სალდათი ვარ და თუ თქვენ სალდათთან ყოფნა და სეირნობა გეთაკილებათ, იყოს ნება თქვენი გზამ შვიდობისა. ამ ტირადას ნინო შეშფოთებული ისმენდა. ეშინოდა, ვაი თუ ელომ კორნელი არ დაინდოსო. მაგრამ ელომ მხოლოდ უკეთურად შეხედა კორნელის და მიუგო.
არა, მე მაინც საქმე მქონდა ქალაქში. მეგობართან უნდა შემევლო. თქვენ კი სადაც გენებოთ, იქ წაბრძანდით. ელომ ბრაზით შეხედა ყველას. თოფნაკრავივით შეტრიალდა და ტანალესილი შინისაკენ კუშტად და ჩქარი ნაბიჯით წავიდა. დედამისის შვილი იყო და აბა მიხა ნუ გახვებოდა. ბოდიში მოიხადა და ცოლს ერთგული ძაღლივით ძუნძულით დაედევნა. ცოლ-ქმარს ნინოც გამოუდგა. ელოს სამჯერ დაუძახა, მაგრამ მან არ მოხედა. ნინო ხის ქვეშ ობლად გაჩერდა. კორნელი მივიდა და წყენით უთხრა: რა უცნაური, რა ნერვიული ქალია ეგ თქვენი დაიკო ელო. ნინომ ხმა არ გასცა. შინისაკენ მიმავალ ელოს და მიხას კაეშნით გახედა. იგი ერთბაშად გამოიცვალა. რატომღაც მიხა და ელო შეჯავრდა. მათი შეურაცხყოფაც კი მოუნდა. ჩიტებით მოხატული იაპონური ქოლგა დაატრიალა კორნელის გაუღიმა და უთხრა: წავიდეთ მუშტაიჩში, წავიდეთ. მიუგო კორნელიმ და ქალს მკლავში ხელი გაუყარა. დილის 10 საათი იქნებოდა. მუშტაიდის ბაღი ცარიელი იყო. მხოლოდ 2 მერძევე დედაკაცი მოდიოდა ქალაქისკენ. ისინი ნაღვლიანად გასცქეროდნენ აქა-იქ სკამებზე წამოწოლილ უსახლკაროებს. მოხუცი მებაღე წურწურით ყვავილებს რწყავდა. მან გაოცებით შეხედა კორნელის და ნინოს, გაუკვირდა: ეს რა უცხო ჩიტები მოფრენილან ამ დილით ჩემს ბაღშიო. შემოსულ თქუდი მოუხადა და მიესალმა. გამარჯობა ძიაკაცო, უთხრა კორნელიმ. ერთი ეს მითხარი, სალდათების გარდა სხვა ვინმე თუ დაიარება ამ ბაღში. ქვებარტო, სალდათებისათვის კი არ გაუშენებიათ ეს დიდებული ბაღი. მიუგო მოხუცმა. იგი მხარბეჭიანი, ჯერ კიდევ ჯანიანი მოხუცი იყო. წურწურა მიწაზე დასდო და კორნელის თუთუნის თხოვა. კორნელიმ სათუთუნე ამოიღო და საამო სახის მოხუცს პაპიროსი მიაწოდა. მოხუცი ლაპარაკის გუნებაზე მოვიდა. კორნელის ვინაობა და სადაურობა გამოჰკითხა. ნინოს კეთილი თვალით შეხედა და გაუღიმა. მაგრამ კორნელი მალე დაემშვიდობა. ნინოს ისევ მკლავში ხელი გაუყარა და მებაღეს გაეცალა. კორნელიმ და ნინომ 100 წლოვან ჭადრებს ჩაუარეს. ნინო გაოცდა, ვეებახეების კენწეროებს ახედა. მათ ჯავარიან ტანს ხელი შეახო და ბუმბერაზობა შეუქო. ახლა ცაცხვებთან შეჩერდნენ და მერმე კი ჩინური აკაციის ზანაძინის ხეივანს გაჰყვნენ. ხეივანში გრილოდა, ნინომ ქოლგა დაკეცა. ზანაძინის ტოტები მაღლა შეერთებულიყვნენ. ნინო და კორნელის თავზე გუმბათივით დასდგომოდნენ. თითქო მოსეირნენი საზღაპრო ტალავერის ქვეშ მიდიანო. ვარდისფერი ბუმბულა ყვავილები და გვიმრის მსგავსი გამჭვირვალე ფოთლები ეთერში უცნაურად გარინდებულიყვნენ. თითქოს ძინავთო. ფოთლები მზის სხივებს ატარებდნენ და სინათლე ხეივანშიც აშუქებდა. ქოლგასავით გაშლილი ძინაძინის ტოტების ქვეშ მიმავალ ნინოს სახეზე ზღაპრული ფერებით მოქსოვილი, ნაზი, მაქმანის მომწვანო პირბადე მიჰფენოდა. ნიავმა ოდნავ შეარხია ფოთლები და ზანაძინის ტოტებისაგან შეთხზული ჰაეროვანი გუმბათი ეთერში სიზმარივით შეირხა. საოცნებო მარაოს ჩრდილებმა ნინოს სახეზე ნელ-ნელა გადაურბინეს და ქალი თვარიან ღამით ტყეში მოსეირნე ფერიას დაემსგავსა. თითქო დინარიდან ამოსულა და ძინაძინის ხეივანში კი არ მიდის, მისცურავსო. კორნელიმ ქალს შეხედა და იგი ფერმკრთალი, დასუსტებული და მინაზებული ეჩვენა. უმალვე კარის მერეთი მოაგონდა.
მთვარისაგან განათებულ მინდორზე რომ მიყავდა ნინო ტყის პირას. ნინო და კორნელი ხეივნიდან გავიდნენ. ახლა ისევ ცაცხვები შეეყარათ. ცაცხვებზე ჩიტები ირეოდნენ. ზოგნი საამოდ უსტვემდნენ. თითქო ხეივანში მიმავალთ უცხო ჰანგებით მიაცილებენო. მოსეირნენი მტკვრის პირას დიდი ცაცხვის ქვეშ შეჩერდნენ. ნინომ კორნელის გაზეთი გამოართვა, სკამივით გამოთლილ სალქვაზე დააფინა და ზედ დაჯდა. კორნელიმ ჩანთა და დურბინდი მიწაზე დაალაგა და ნინოს კითხა: ამ ცაცხვის ქვეშ სალდათი რომ თქვენს გვერდით დაჯდეს, ხომ არ დაძრახავთ? თქვენ უმნიშვნელო წყენასაც კი ბოროტად იმახსოვრებთ თურმე, მიუგო ნინომ. ელომ სალდათები ცუდად რომ ახსენა ის მეწყინა. განა სალდათები სათაკილო ხალხია, განა მე ჯარისკაცი არა ვარ, შეეკითხა კორნელი და ქალის გვერდით მოლზე დაჯდა. რაღა უნდა გიპასუხოთ? ელო შეცდა, გაუღიმა ქალმა. მათ წინ სულ ახლოს პირთამდე სავსე მტკვარი მიედინებოდა. დინარის ნაპირას რიყეზე ბოლო ცანცარები და წყლის შაშვები ხტოდნენ. ტანზე წყალსივლებდნენ და გაშლილი ფრთებით ფათქუნობდნენ. წყალგაღმა მთა იყო აღმართული. თიდან კლდეზე გადმოდენილი ჩანჩქერი მტკვარში ეშვებოდა. მთის დაქანებული რძესავით თეთრით და აკაფებული წყალვარდნის ხმაურს მტკვრის ხვილი ფარავდა. წყალვარდნილის ახლოს ციცაბო მთის ტაფობზე ორსართულიანი ნაგებობანი მოსჩანდნენ. აი ეს ჩვენი მეორე საარტილერიო ბრიგადის ყაზარმებია. ბრიგადის ბიჭები უვარგის ცხენებს ამ მთაზე მოიყვანდნენ. მტკვრის პირას აი ციცაბოზე დააყენებდნენ. თავში ნაგანს ან შაშხანას ესროდნენ და წყალში გადაუძახებდნენ. უთხრა კორნელიმ ნინოს: უი, რატომ? ის ცხენები უკურნებელი სცენით იყვნენ დაავადებულნი. ისეთები რომ არ მოგვეკლა, სცენს სხვა ცხენებსაც გადასდებდნენ და დაღუპავდნენ. იმ სცენს კატუჯარს ეძახიან. ტვინის დაავადება ასეთი: ცხენს ნესტოებიდან საპნის ქაფის მსგავსი ჩირქი ჩამოსდის. საკვირველია, ამ სცენს რუსულად საპს ეძახიან. რა საშინელი სცენი ყოფილა. შენიშნა ნინომ და საბურთალოს მთაზე გაშეშებულ ყაზარმებს გახედა. უცბად ცაცხვის კენწეროზე უცხო ჩიტი შემოჯდა. საამური და რაღაც ნაღვლიანი სტვენა დაიწყო. კორნელიმ აღხედა და გაუკვირდა. საოცარია, ამ ჩიტმა ჩემს მიერ მოკლული ასკერი მომაგონა. როგორ? საღამოს დაიწყო კორნელიმ. მეგობრები ჩემს მიერ მოკლული ასკერის სანახავად წავიყვანე. ვერხვის ქვეშ მოშიშვლებულ მინდორზე ასკერი ეგდო. ირგვლივ აი ასეთი სიჩუმე იყო. ხის კენწეროზე შემომჯდარი ჩიტი აი სწორედ ასევე გულდაგულ უსტვენდა უცნაურ ჰანგებს. როგორ მოჰყალით ის ასკერი? ჰკითხა ნინო. კორნელიმ მოკლედ უამბო. ნინო სულგანაბული უსმენდა. ამ წუთას ნინოს თვალები საზრიანი და ბასრი იყვნენ. ქალის წინაპარი პაპა ნოდარ მაყაშვილი მოაგონდა კორნელის. ნინო ძალიან ჰგავდა პაპას. ნოდარი ფიცხი და ამაყი კაცი იყო. იგი 60 წლისა იქნებოდა მაშინ, როცა ხევში მოულოდნელად ლეკები თავს დაესხნენ. ნოდარმა 10 ლეკი აღკუწა და მერმე მომხდურთ თავისი ხალხით ალაზნამდე მისდია. ალაზანზე მტრის რაზმის ნახევარიც კი არ გასულა. თითქოს იმ წინაპარმა გაიღვიძა ახლა ნინოში. ქალმა კორნელის კითხა: მარტო 2 თურქი ყავთ ომში მოკლული? ზარბაზანზე მუშაობის დროს მიუგო კორნელიმ.
ჩემს მიერ გასროლილ ყუმბარას ალბათ არაერთი კაცი მოუკლავს კიდეც, მაგრამ მე ეს არ დამინახავს და ამიტომ სინდისის ქენჯნასაც არ განვიცდი. თქვენ ის ასკერები რომ არ მოგეკლათ, ისინი მოგკლავდნენ. მომხდური მტერი ჩვენს ჯარს რომ არ დაემარცხებინა, იგი დაგვამარცხებდა და ჩვენ სამშობლოს ააოხრებდა. მტრის ურდოები სამშობლოს დაიმონებდნენ, ქართველ ხალხს გაჟლეტდნენ და აწიოკებდნენ. ისევ დაანგრევდნენ ქალაქებსა და ციხესიმაგრეებს, ხოლო სიონსა და სვეტიცხოველის დიდებულ ტაძრის ჯავარიან ქვებისაგან თავის უმსგავსო საცხოვრებელს გაიშენებდნენ. უნდა მოგეკლათ ისინი, თურქთა მიერ მოკლული თქვენი მეგობრის, გიორგი ცაგურიშვილის და სხვათა სანაცვლო იყოს. ახლა კორნელის გულში მის მიერ მოკლული ასკერებისადმი შებრალება წაიშალა. ნინოს შენიშვნის შემდეგ მტკვრის პირას მჯდარი ჭაბუკი სასტიკ ფიქრთა მორევიდან თითქო ფონს გადიოდა. ქალი სამშობლო მიწის კერის სიყვარულისაკენ მოუწოდებდა მას, მშობელი ხალხის ბედნიერებისათვის თავდადებას ავალებდა. კორნელი და ნინო დიდხანს ისხდნენ ჩუმად, საარტილერიო ბრიგადის ყაზარმებს გასცქეროდნენ. მერმე ნინომ კორნელის მოაგონა. გახსოვთ, ქალბატონ ტერეზასთან ერთად იმ ყაზარმებში თქვენ სანახავად რომ მოვედით. როგორ არ მახსოვს, მიუგო კორნელიმ. თავლაში დაბმული ჯიშიანი ცხენი გიაური რომ მოგეწონათ. ნინომ მტკვარს დააცქერდა და სევდიანი ხმით თქვა, თითქო მოხუცია და შორეულ წარსულს იგონებსო. ეხ, რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ ვინ იცის. ის დრო ჯობდა. რატომ? მაშინ ჩვენ უფრო ბედნიერი ვიყავით, მიუგო კორნელიმ. ნინომ უმალვე შეხედა ჯარისკაცის ტანისამოსში გვერდზე წამოწოლილ ჭაბუკს, შეკრთა. წერილზე პასუხი არ მომთხოვოსო და ისევ მტკვარს გახედა. თავარ საკითხზე პირდაპირ გადასვლას და საუბრის დაწყებას ორივე გაურბოდნენ და ამიტომ ღობე ყორეს ედებოდნენ. ბოლოს კორნელიმ გაბედა და ასე დაიწყო. ნინო, ჩვენ აქ მარტონი ვართ. შეგვიძლია დამშვიდებით ვისაუბროთ და გავარკვიოთ ჩვენ შორის არსებული გაუგებრობა. კორნელი ძლიერ ღელავდა. სუნთქვა უწყდებოდა და მისი ხმა ყრუდ მოისმოდა. მე ამ შეხვედრას მოუთმენლად ველოდი. წერილობითი პასუხის მოცემა თქვენ არ მოისურვეთ და იქნებ ახლა მაინც მითხრათ, რა ჩავიდინე ისეთი რომ შემიძულეთ. ჩემი არაფერი არ აგჯერათ და ჩემს გულწრფელობაში ეჭვი შეიტანეთ. ნინო გაფითრდა. ამ მეორე პაემნის დროს მას უფრო მეტი საბუთი ჰქონდა კორნელი მიწასთან გაესწორებინა და ცოლობაზე ვარი ეთქვა, მაგრამ რესტორანში დაწერილი წერილით ისევ მოჯადოებული იყო. თანაც ომგადახდილი კორნელი გმირად ეჩვენებოდა და ამიტომ თვალი მოარიდა. მიწას დარცხვენით დააცქერდა და ასე მიუგო. თქვენ დამცინეთ იმ ქალის წინაშე, რომლის სახელი არც კი მინდა ვახსენო. იმ ქალმა თავქარიანი გოგო მიწოდა. კორნელი შეკრთა და შენიშნა. მართალია მან ასე გიწოდათ თქვენ, მაგრამ მე რაშვაში ვარ. ეს მაშინ იყო, როცა თქვენ ჩემზე ნაწყენი იყავით და ალბათ უფლება მიეცით მას ჩემთვის დაეცინა. არ დაეთანხმა ნინო, მე თქვენთვის არასოდეს არ დამიცინია. იმ ქალმა კი შესაძლოა დაგცინათ, არ უარყოფ. მერმე თქვენ დამშვიდებით მოусმინეთ
რატომ მე არავის ვაძლევ უფლებას თქვენ დაგცინოთ? რატომ გექომაგებით ყოველთვის, როდესაც თქვენ მიწასთან გასწორებენ? თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ასეთებიც არიან? ჰკითხა ნინომ. არა, მიუგო კორნელიმ, შურით სავსენი, ბოროტნი და ცილის მწამებელნი ამ ქვეყნად არასოდეს არ დაილევიან. განა თქვენ არ განუცხადეთ იმ ქალს, რომ ქალის შერთვაზე არასოდეს არ გიფიქრიათ? ისევ შეეკითხა ნინო. ეს სიტყვები კორნელის ნათქვამი ჰქონდა მარგარიტა ლეტცისათვის და ახლა საჭირო იყო საბუთი მოეტანა, თუ რატომ თქვა ეს. განა ყოველი გამოვლელისა და გამომვლელისათვის, ან იმ გერმანელი ქალისათვის ანგარიში უნდა ჩამებარებინა ჩვენი ინტიმური ურთიერთობის გამო. მაშინ მე ისეთივე ბრიყვი და რეგვენი ვიქნებოდი, როგორც ის კაცი, ვინც ეს ამბავი შეგატყობინათ. ნინოს ჭკუაში დაუჯდა კორნელის პასუხი. კორნელი, მუდარით წაშჩურჩულა ქალმა. გთხოვთ ამ საგანზე ნუ ღარ ვილაპარაკებთ. მე ზიზღება, მრცხვენია, გემუდარებით. დღევანდელ დღეს ნუ ჩამამწარებთ. კეთილი, მიუგო კორნელიმ, მაგრამ ნუ თუ არ უნდა ვიცოდე, გჯერათ თუ არა ჩემი. არ მჯეროდა, მაგრამ თქვენი წერილის შემდეგ თავგზა დამებნა. შეუძლებელია ამ წერილის შემდეგ თქვენს გულწრფელობაში ეჭვი შევიტანო. ამაზე ფიქრისაც კი მეშინია. გევედრებით. ახლა ნუ ვილაპარაკებთ ამაზე. მე ბურანში ვარ. მომეცით დრო და საშუალება ყოველივე ავწონ-დავწონო. ხომ იცით, დრო ჩვენზე უფრო ბრძენია, ყველაფრის მკურნალი. დრო ყველაფერს გამოარკვევს. მე ხომ აჩქარებული ქალი ვიყავი. მე კიდევ დაგაკვირდებით თქვენ იმ ჭორის მთქმელსაც და მაშინ ყოველივე საბოლოოდ მოვისაზრებ და მოგახსენებთ. აი თქვენს წერილზე ჩემი საბოლოო პასუხიც ის იქნება. ასეთი პასუხი სრულიადაც არ აკმაყოფილებდა კორნელის. აშკარა, ფიქრობდა იგი, ჩემსა და ნინოს დამოკიდებულებას ვიღაც ბინძური ხელით შეხებია და გაუბზარავს. თავარი მაინც ჩემსა და მარგარიტას შორის რესტორანში მომხდარი საუბარია, მაგრამ რესტორნიდან ვინ გამოიტანა ეს საუბარი? თვითონ მარგარიტამ, ქეთომ, მოცეკვავე ქალმა ზინამ, ლევონმა თუ მიხამ? ყველაზე საშინელი ის იქნება ჩემს მეგობარს, მიხას რომ დაეცა ჩემთვის ქურდულად დანა. გაიფიქრა კორნელიმ და ნინოს კითხა. მიხამ ხომ არ გიამბოთ თქვენი სჭორი? ნინო შეკრთა. კორნელის წყენით შეხედა და მიუგო. არასოდეს არ გეტყვით ამას. მიხა რა შვაშია? ნუ მკითხავთ. ოდესმე გეტყვით. როდესაც სავსებით დავრწმუნდები თქვენს გულწრფელობაში და სიმართლეში, როდესაც ეჭვის ნატამალიც კი არ დამრჩება, მაშინ ყოველივეს მოვინანიებ და შეურაცხყოფისათვის პატიებას გთხოვთ. ნეტავი ეს ასე მოხდებოდეს და ელოს თქმის არ იყოს, გათავდებოდეს ჩვენი ერთმანეთის წამება. მე კარგად ვიცი ამ წამების სათავე, მაგრამ მისი აღმოფხრა ორაძნელია. რატომ? ნუ და გავიწყდებათ, რომ თქვენც ქალი ხართ. მერე რა ქალი რომ ვარ? ქალები ყველაფერს ლამაზი ფერებით ხატავენ, აფერადებენ და აზვიადებენ. ზოგნი ჩვეულებრივ ადამიანს გენიოსად, გმირად და ზიადამიანად წარმოიდგენენ, ხოლო ახლო გაცნობის მერმე თავიანთ გმირში ისეთ ადამიანურ ნაკლს აღმოაჩენენ,
რომ მათ მიერ შექმნილი პირვანდელი ილუზია იმსხრევა, მიუგო კორნელიმ. ნინოს დუმდა. თუმცა არიან სხვანაირი ქალებიც, განაგრძო კორნელიმ უცნაური საუბარი. არის შემთხვევა, როდესაც ქალი მახინს ან რეგვენს შეიყვარებს და ცოლად გაჰყვება. აი მაგალითად თქვენი მეგობარი მომღერალი ქალი სამარინა ჩინებულ ქმარს გაეყარა და ვიღაც ექიმს, კუზიანს და მაიმუნის მსგავს კაცუნას მისთხოვდა. იგი მართლაც მაიმუნს გავს. საოცარია, რა მოეწონა იმ კაცში? დაეთანხმა ნინო. ალბათ იმ კაცს ისეთი რაღაც თვისება გააჩნია, რაც სხვა ქალებს არ შეუმჩნევიათ. სამარინამ კი შეამჩნია და მოეწონა. შესაძლოა იმ კაცს ის თვისება მერმისში არც კი აღმოაჩნდეს, თუმცა ისეთი გამოცდილი და ნატარი ქალი, როგორიც სამარინაა, მამაკაცში არ შეცდება. კორნელის სიტყვები ორაზროვნად ეჩვენა ნინოს. ქალს გაუკვირდა, გაოცებით შეხედა კორნელის, შერცხვა და სახეზე წამოწითლდა. კორნელი კი ისევ განაგრძობდა უცნაურ საუბარს. მე არა ვარ კუზიანი, მახინჯი და რეგვენი, მაგრამ არც გენიოსი და გმირი გახლავარ. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მაშასადამე არც ერთი ადამიანური ნაკლი და სისუსტე უცხო არ არის ჩემთვის. ჭაბუკობისაგან ჩემისა შემომეჯარნენ ვნებანიო. წამიკითხავს ასეთი რამს აღმრთო წერილში, მაგრამ იმ ვნებებს ჩემი ზნეობა და კაცობა არასოდეს არ შეუბღალავს. არიან ქალები, რომლებიც მეხსიერებიდან მალე ქრებიან, მაგრამ შეგხვდებათ ქალი, რომელიც სულსა და გულში იჭრება. მისი სახე მუდამ თვალწინ გიდგას, აღარ შორდება. უიმისოდ სიცოცხლეც კი არ გინდა. იგი ადამიანს აღამაღლებს, კაცად გახდის. გულში სიკეთის და სათნოების გრძნობას ჩაუნერგავს და საგმირო საქმისაკენ მოუწოდებს. აი ასეთი ქალი ხართ თქვენ ჩემთვის. ილუზიას ჩვევიათ არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც. შესაძლოა მეც დაე ასე იყოს. მე თქვენ მიყვარხართ სხვანაირი სიყვარულით. თქვენ ჩემთვის ჩვეულებრივი ქალი როდი ხართ. ქალმა ჭკვიანი მშვიდი თვალები მიაპყრო სიყვარულის გრძნობით მთვრალს, ოცნებათა სამყაროში გადასულ ჭაბუკს და გულითადი ხმით განუცხადა. ქორწინების ჟამს მამაკაცი ზნეობრივად და ფიზიკურად ისეთივე წმინდა და სპეტაკი უნდა იყოს, როგორც ქალი. ამ განცხადებამ უმალვე გამოაფხიზლა კორნელი. თითქოს სიყვარულის გრძნობით მთვრალ ჭაბუკს თავზე ცივი წყალი გადაავლესო. ნინოს სიტყვებმა გამოაფხიზლეს. სრულიად განაიარაღეს კორნელი და მან არ იცოდა რა ეპასუხა ქალისათვის. თითქოს ყველაფერი, რაც მან ნინოს უთხრა, თითიდან გამოწოვილი და წიგნებიდან ამოკრეფილი სიბრძნის ნაყოფი იყო, რომელიც რეალურ ქალთან, მაყაშვილთა ასულთან, ბაასის ჟამს გაცამტვერდაო. კორნელი თავს დამარცხებულად გრძნობდა. იგი ნინოს გვერდით დარცხვენილი იჯდა. ბოლოს მორიდებით შეხედა. გულხელ დაკრეფილი ქალი ახლა მწუხარედ გასცქეროდა მტკვარს და მის წინაშე მარბენალი ჩქარი ტალღები უხილავი ნიჩბების მოსმით თითქო ნავების მსგავსად მიჰქრიანო. თავბრუ დაეხვა და ასე მოეჩვენა თითქო მტკვარი აღმოსავლეთისკენ, ხოლო ნაპირზე მჯდარი კორნელი და თვითონ კი დასავლეთისაკენ მისცურავენო.
ნინო მუხლების თავებს იდაყვებით დაეყრდნო. პეპლის ფრთასავით შვაზე ოდნავ შესამჩნევად გაყოფილი, ფართო და ორკაპი ნიკაპი, ხელის გულებს დააბჯინა და დედამიწას დააცქერდა. იგი თავისი ბედიღბლის გამო ფიქრობდა. მაჯის სისხო დაგრაგნილი ნაწნავები წინ კერდისაკენ გადაეგდო და კალთაში ჩასცვენოდა. ისინი ცოცხალ არსებად ეჩვენენ კორნელის. წინ წახრილ ქალის ზურგს დააცქერდა. ნინოს კაბის ღილი გახსნოდა და ბეჭებს შორის თეთრ ტანზე ბუსუსები უჩანდნენ. ასულის ბეჭები ჩქარის სუნთქვის გამო პატარა საბერველივით მოძრაობდნენ. თელი სხეული თანაბრად ირხეოდა. თითქო ქალი დაიღალა. ძილი ეკიდებაო და მართლაც ნინო გრძელ წამწამთა სიმძიმით ნაბავდა თვალებს. კორნელიმ ნორჩი და უმანკო ასულის ტანის სურნელება იგრძნო. ქალს ხელი მოხვია. ქალმა ცრემლიანი თვალებით შემოხედა თითქო ყვედრიდაო. რა დახარ ასეთი უცნაური, გაგიცნობ კი ოდესმე სავსებითო. ნინოს თვალები ერთი შეხედვით შავი იყვნენ. როგორც გომბორის მთაზე წამოწოლილი უმთვარო ღამე, მაგრამ ოდნავ მაინც თუ დააკვირდებოდა კაცი, მალევე შენიშნავდა, რომ მისი თვალები ბნელს ფანტავდნენ და იქიდან შუქთა ისრები მოემართებოდნენ. თითქო იდარა და ცაზე ვარსკვლავები ციმციმებენო. ამიტომ ნინოს თვალები ორმაგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ისინი ერთსა და იმავე დროს კაეშნით მიბნედილი, შავი, უძირო და უსახონი იყვნენ და თანაც შუქიანი, მეტყველი და საზრიანი. ღიმილის დროს ოდნავ ეხუჭებოდნენ და მაშინ ქალი მზეზე განაბულ ძუ ვეფხვს ჰგავდა. არც სახე ჰქონდა ნინოს ერთი შეხედვით ლამაზი, ყვრიმალის ძვალი ფართო და მომღოლივით ოდნავ ამობორცვილი, ხოლო ბაგე დიდი და მსუქანი. მაგრამ მისი ბაგეების ბოლოებში უმანკო ბავშვის ღიმილი თამაშობდა. ნიკაპზე და ორთავ ლოყალზე დამჯდარი ნაჭდოები, ფოსოები თავისთავად იღიმებოდნენ და თვალს ხიბლავდნენ. შუა გაყოფილი, მუქწაბლისფერი თმა მაღალსა და ფიქალ შუბლზე მერცხალივით გაფრენილი წარბები კი იმდენად სიტურფეს, ქართულ ეშხსა და პატიოსნებას ჰფენდნენ სახეზე, რომ ეს ქალი კორნელის წმინდა ნინოს ხატს მოაგონებდა. თითქო კაბადოკიიდან მოსული მარადქალწული საქართველოს დედაქალაქში, მაღალი მთის წინაშე, მტკვრის პირას დრო და ჟამის გამო, გამოქარულ და გამოფიტულ, მოვარდისფრო ფილაქანზე ჩამომჯდარაო. კორნელიმ ქალის პატარა და ნაზი ხელი შეიპყრო, ზედიზედ აკოცა და უთხრა: ნეტა ვიცოდეთ რა ძვირფასი ხართ ჩემთვის. ნეტა ვიცოდეთ რა მსხვერპლის გაღება შემიძლია თქვენს გამო. მე მხოლოდ თქვენი ბედნიერება მსურს. მე ისე ძლიერ მიყვარხართ თქვენ, რომ არ შემიძლია არა გულწრფელი ვიყო და მოგაყენოთ ტანჯვა და ტკივილი. როგორც თქვი, მე ძალიან ბევრი ნაკლი მაქვს. შესაძლოა თქვენი სიყვარულის ღირსი არც კი ვიყო. მე ხშირად ყველაფერი მეეჭვება. რაც უფრო შავი ფერებით ხატავდა კორნელი თავის თავს, მით უფრო იზიდავდა ქალს, მით უფრო უცნაურ ადამიანად ეჩვენებოდა კორნელი და თანაც ებრალებოდა იგი. ნინომ ჰკითხა: ნეტა ვიცოდე რამ შეგაეჭვათ ყველაფერში. ამის შემდეგ კორნელის შეძენილი ცოდნისა, წაკითხულისა და ნაფიქრის გადმოლაგების საშუალება მიეცა. დამანეს გააკეთა
არა ერთგვარი თავმომწონეობისა და არტისტიზმის გარეშე, როგორც ეს ხელოვნებით გატაცებულ ჭაბუკებს მიჯნურებთან საუბრის დროს ჩვევიათ. თქვენ ზედმეტად გართული ხართ საკუთარი პიროვნებით, შენიშნა ნინომ. კორნელის გაუკვირდა და მიუგო. ადამიანები ეცნობიან ერთმანეთს და თავის საკუთარ მეგობარსაც მხოლოდ დიდი ხნისა და ჭიდრო კავშირის მერმე. რაც უფრო გეცნობით, მით უფრო ვრწმუნდები, რომ თქვენ სამშობლოს, ოჯახისა და მშობელი კერის მოყვარული, ნამდვილი ქართველი ქალი ხართ. მე კი თუმცა სამშობლო მიყვარს, ხალხში და ოჯახში გათქვეფისა მეშინია. ამიტომ ბედი ულმობელია ჩემს მიმართ. ნინო ერთბაშად შემობრუნდა. კორნელი შეხედა და გაოცდა. შვაზე გაყოფილი, შავი გიშრისფერი, ოდნავ ხუჭუჭი თმა ნიავს მიმოეშალა და კორნელის შუბლის ზემოთ რქებივით აღყროდა. მაღალი და ოდნავ კეხიანი ცხვირის ნესტოები გახბეროდნენ და უთრთოდნენ. ბაგენი მოეკუმა და ზედ დამცინავი ღიმილი უთამაშებდა. ნიკაპი თითქო გაზრდოდა. წარბი მაღლა ასხლეტოდა და იქიდან თვალი ისეთი ძალით და შუქით ანათებდა, გეგონებოდათ 900 იქით მიწრულ სის დასავალს წვდება და ყოველ წვრილმანსაც კი ამჩნევსო. ნინოს ტანში გააჟრჟოლა, თავი ჩაჰკიდა, გაფითრდა და თავბრუ დაესხა. რა მოგივიდათ? ჰკითხა კორნელიმ და ხელი მოხვია. ნინო მახედა. ახლა კორნელის ჩვეულებრივი მშვიდი კეთილი მუდარით სავსე სახე ჰქონდა. ქალმა განიერსა და კუნთმაგარ მკერდზე მიაყრდნო თავი და ჩუმად უთხრა. რაღაც ცუდი მეჩვენა. თითქო ჩემს გვერდით თქვენ კი არა, დემონი იჯდა. ფუი ეშმაკს, ჩემში არაფერი დემონური არ არსებობს. მე სიკეთე, სიყვარული მწყურია. მინდა ახლოს ვიყო ადამიანებთან, გავიგო მათი ავიდა კარგი. ვემსახურო პატიოსნად ჩემ ხალხს, მიუგო კორნელიმ. ქანცმილეულ ქალს ბალახებში ჩავარდნილი ხელიდან მარაო გამოსტაცა, გაშალა და სახესთან დაუქროლა. ქალს იამა, თვალები განაბა და გაუღიმა.